სტუმართან საუბარს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლის საბჭოს წევრი ლევან ნიკოლაიშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში. მადლობა მობრძანებისთვის, ბატონ ლევან. ბაჩო ახალაიას დაკავება, მას შემდეგ რაც გუშინ საღამოს უსის ბრიფინგიდან შევიტყვეთ, მთელი დღის განმავლობაში კეთდება ამაზე შეფასებები. ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ეს ბევრ კითხვაზე სცემს, ასე ვთქვათ, პასუხს, ხოლო ოპოზიცია, როგორც საჯარო განცხადებებით ჩანს, გარკვეულწილად ისევ პოლიტიკური დევნით ფუთავს ამ თემას. აი თქვენთვის რა კითხვებზე გასცა პასუხი ბაჩო ახალაიას ფაქტორის გამოჩენა 4 ოქტომბრის საქმეში? პრინციპში, რაც ბაჩო ახალაიას დაბადებით მოხდა, ეს არის პასუხი ზუსტად იმისა, თუ რა მდგომარეობაში არის ოპოზიცია. გამომდინარე უბრალო მიზეზიდან, რომ ბაჩო ახალაიასაც აღმოაჩნდა რეალობის აღქმის ვერ შეგრძნების ასე ვთქვათ გზნობა, რაც ჭირს იგივე ოპოზიციას. ხომ რეალობა არის სხვა. დღეს ახლა ვიღაცას თუ უნდა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, ხო, მას უნდა კონდეს საკმაოდ სერიოზული მიზეზები ამისათვის და უნდა კონდეს მხარდაჭერა და მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ საზოგადოებიდან, ეს ერთი. მეორე, რეალობა მართლაც სხვა არის, ვინაიდან სახელმწიფო შემდგარია, სისტემა სხვანაირად მუშაობს და ადამიანების გონებაში თუ ისევ არის ჩარჩენილი რაღაც ქუჩის პროცესებით, სადმე შევარდნებით, რომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, ძალიან წარიწდებიან, რაც უკვე არაერთხელ დამტკიცდა. განსაკუთრებით 4-ის მოვლენებმა გვანახა ეს. და მესამე ყველაზე მთავარი და საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანები გადატრიალებას, რევოლუციას და სხვა ასეთ ქმედებების განხორციელებას რისთვის ფიქრობენ, ხომ? იმისათვის, რომ უკან დაბრუნდნენ და უკან დააბრუნოს სახელმწიფო მდგომარეობაში, როგორც ის იყო 2012 წლამდე. რაც რა თქმა უნდა ვერ იქნება მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან და ვერ იქნება აღქმული ნორმალურად. აგერ ახლა სულ ახლახან სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვნახეთ ჩვენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში 2012 წლამდე რა მდგომარე იყო პოლიტიკურ სისტემაში, წამება, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათხოვება და ასე შემდეგ. და დღეს ეს ადამიანები გონებენ, რომ ჩვენ უნდა მოვუბრუნდეთ იმისათვის, რომ იგივე მდგომარეობაში ჩავარდოთ სახელმწიფო, იგივე მდგომარეობაში ჩავარდოთ ქვეყანა, ამას უნდა დაემატოს, რომ მონური მორჩილება ვიღაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ და შესაძლოა კიდევ ომში ჩათრევა და 1000 უბედურების გადატანა. მორჩა ეს ყველაფერი დასრულებული არის ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე. მე თქვენ დანარჩენ ადამიანებს ხო შესაძლოა პოლიტიკური გემოვნება სხვადასხვანაირი გაგვაჩნია. ბევრი თემაა, რაზეც შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ვიკამათოთ. ბოლო-ბოლო ტყუპის სალებშიც არ არის ხომ ესეთი ერთნაირი აღქმა ყველაფრის. მაგრამ ერთ რამეში ვთანხმდებით ჩვენ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქვეყნის სუვერენიტეტს ალტერნატივა არ გააჩნია, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. არ მოგწონს ის რაღაცები, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი ტრადიციები, კულტურა უნდა იყოს ფეხქვეშ გაწენილი. არ მოგწონს ქვეყნიდან უცხოეთიდან კარნახი, დიქტანტი და ასე შემდეგ. ამებზე ვთანხმდებით ჩვენ. და აქედან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც ამ პირიქით ფიქრობენ, პოპულარობები ვერ ხდებიან და იმიტომაც არის, რომ მათი პოლიტიკური მომავალი დაღმასქვით გამოირჩევა, ხოლო მათი რჩეულები, ასე ვთქვათ, რევოლუციონერები, რომლებიც ავანგარდში ბჭყალებში ვიძახით გვეუბნებიან, აი ესე ასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონ ლევან, თქვენ ახსენეთ, რომ დღეს სხვა რეალობაა, ვიდრე ეს იყო წლების წინ, როცა ქუჩის პროცესებს ჰქონდა წარმატება და საზოგადოების მხარდაჭერაც არასათანადო იყო 4 ოქტომბერსო. მაშინ რა იყო იმ საჯარო განცხადებებში გაჩენილი მრიხის მიზეზი, რასაც ამტკიცებდნენ აი ამ დღის მოთავეები, რომ ისინი აუცილებლად მოახერხებდნენ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას. ამ მოცემულობების და გარემოებების შეგნებული უარყოფა არ დანახვა უგულებელყოფა თუ რამე სხვა იმედი შეიძლება ჰქონოდათ მათ? აქ არის ორი ნიუანსი. ერთი რომ ჰქონდათ იმედი, რომ უცხოეთიდან ეხდებოდათ მხარდაჭერა და ჩვენ ხედავთ, რომ დღესაც კი უცხოეთიდან ჩვენი ასე ვთქვათ ტერმოყვარეებიდან არავითარი დაგმობა არ ყოფილა ამ მოვლენების ელემენტარულად ხომ სახელმწიფო ინსტიტუციაში იყო შეჭრა, პრეზიდენტის სასახლეში იყო შეჭრა და არავინ ერთი ქვეყნის წარმომადგენლიც კი არ გამოდის და არ ეძახის, რომ ეს მიუღებელია, ეს არადემოკრატიულია, ეს არანორმალური არის. არავინ ამას არ ეძახს. ამავდროულად მეგობრობას გვეფიცებენ. ნუ ეს მეორე მხარეა, მაგრამ როგორ ჩანს ის დუმილი მათი მხრიდან, რომ ეს არ იყოს სწორი ნაბიჯი, ერთხელ იცით როგორ არის ახალისებდა მათ. და ალბათ დარწმუნებულია, რომ მომხდარიყო და რომ შემდგარიყო, რაც გამორიცხული არის, ხომ? უკვე სხვა პათოსი იქნებოდა, რომ აი ხალხმა გაიმარჯვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე ის არის, რაც მე თქვი თავიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეალობის არასწორი აღქმა, რეალობა სულ სხვა არის და ამ ადამიანებს სხვა რამე გონიათ, სხვაგან არიან ჩარჩენილები აბსოლუტურად, ხო? აი ნახეთ, აი როგორ აზროვნებენ, რას ფიქრობენ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ახლა არ ეხება ხო ამ საკითხს, მაგრამ ელემენტარულად
პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ფასებთან დაკავშირებით გარკვეული სერიოზული ინიციატივა. ადამიანები გვეუბნება, ეს არის ცუდი. წარმოგიდგენთ, წესით ოპოზიციას უნდა გაეჟღერებინა, ოპოზიციის დანიშნულება რომ გაეკრიტიკებინა პირიქით რომ ეს ფასები ზედმეტი არის, ხელოვნურად არის და ამისთვის უნდა ებრძოლა. ყველა ქვეყანაში ოპოზიცია იბრძვის სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად, ფასების წინააღმდეგ გამოდის, ხელფასების გასაუმჯობესებლად. თქვენ ნახეთ, ესე იგი ხელფასების თაობაზე, ვთქვათ, იგივე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დაიწუნეს, უფასო განათლება დაიწუნეს, ფასების რეგულირების საკითხი დაიწუნეს, რა რჩება? ომში უბიძგებდნენ ქვეყანას, ეს ოპოზიცია არის თუ რაღაცა არავითარი ბუდიშს არ ვიხდი ამ შემთხვევაში, არანორმალურ ადამიანთა რაღაცა კასტა და დაჯგუფება, რომლებიც ვერ ხვდებიან ან საცხოვრობენ, ან რისთვის ცხოვრობენ. არ შეიძლება ესე რომ მონურად იყურებოდნენ უცხოეთისაკენ, იქნება გვიშველო, რომელსაც თავისი გაჭირებას კი ყოფნის. აი უყურეთ, კაია კალასი, რომელიც ჩვენ საქმეებში ერეოდა, აღშფოთებული არის თურმე რითი, საწყალი, საწოდავი, რომ შეერთებული შტატები თურმე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები და თვითონ ევროკავშირის რაღაც საქმეებში ერევა. აი ეს არის ეს შედეგი ზუსტად, რაც მიიღეს მათ და ის, რაც ახალაიას დაემართა და მის თანამოაზრეებს, ხომ, ეს იყო ლოგიკური დასასრული მათი ქმედებისა. ხო, აი ხა ლოგიკური დასასრული თუ დაუშვათ მორიგ მცდელობამდე ერთგვარი პაუზა. აი იდეა, რომელიც ქონდა ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, არა არჩევნების გზის იდეა ჩავარდა, თუ უნდა ველოდოთ მომდევნო თვეებში იცით რა, ჩვენ ისეთ ადამიანების კატეგორიაზე ვსაუბრობთ, რომ არაფერი არ არის გამოროცული, რომ ვიღაცა კიდე გამოვიდეს და რაღაც სისულელე ჩაიდინოს. ვინაიდან ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიტყვა ოპოზიციონერი გამხდარიყო სალანძავი. ოპოზიცია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი არის და უნდა იყოს კიდე, სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ არის განსხვავება, ხომ, ერთი არის რომ ქვით აპირებს შენი საკითხის გადაჭრას და მეორე არის რომ შენ შედიხარ დებატში, კამათში, დისკუსიაში, ხომ, სხვანაირად არ შეიძლება. მე მგონი შეგიძლიათ. კი ბატონო, მოსვით ბატონო, არ არის პრობლემა. კარგი და ერთ თემასაც შევახოთ აუცილებლად, გასული კვირის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა, ეს არის სუსის ყოფილი უფროსის დაკავება, რომლის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება კოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც როგორც გითხრა გამოძიებამ, სავარაუდოდ ხდებოდა ოპოზიციური მედია საშუალებების დაფინანსება. სხვადასხვა გუშინდელ ინტერვიუში ჩვენს არხთან პრემიერ-მინისტრმა აი ამ თემაზე დასმული კითხვის კონტექსტში მან არ დააკონკრეტა ყოფილი თანაგუნდელების ვინაობა, ვინ შეიძლება ყოფილიყო კავშირი ოპოზიციასთან, რომლებიც აფინანსებდნენ ხაბეიშვილს და კონკრეტულ ჟურნალისტებს. აი თქვენ რა დასკვნების გამოტანის საშუალებას გაძლევთ აი ამ თემის გარშემო? მე ვიტყოდი ესე, რომ ადამიანებს როგორც ჩანს ზლიათ სტუნება თავისი სუსტრაფი ბუნებიდან გამომდინარე და მეორე არაპროფესიონალიზმა, როდესაც გადაწყვიტეს ხომალდის ადრე დატოვება და გაქცევა ხომალდიდან იმის მიუხედავად, რომ არ ქონდათ გააზრებული, რომ ეს ხომალდი კი არ იძირება, არამედ წინ მიდის. ეს იყო ძირითადი უბედურება, რაც მათ დაემართა და ამის შედეგებსაც ისინი იმკიან ძალიან ჩვეულებრივად. როგორ შეიძლება, რომ სუსის უფროსმა ვერ გათვალო ის ქვეყანა საით მიდის და წახვიდეს სხვა საპირისპირო მიმართულებით შენი ქვეყნის წინააღმდეგ. ანუ იმ სამსახურის უფროსმა, ვისაც ევალება უშუალოდ პირიქით ესეთ საკითხების გამოვლენა. დაიჭირო სხვა მხარე ვადამდე იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული არ ხარ. მაგრამ როგორც ჩანს, მას ჟეროდა იმისა, რომ ხომალდი იძირებოდა, ხომალდი არათუ ჩაიძირა, წინ მიდის კიდევ ერთხელ ვიზახი და რაც შეეხება სხვა ადამიანების გამოჩენას ამ პროცესთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ გამოძიების ბოლოს შეიძლება გაკვირვებულების კი დავრჩეთ ჩვენ ისეთი ადამიანების გამოჩენ და ასევე არ გამორიცხავ უცხოელების ჩარევას. გასაგებია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ნიკოლაიშვილი გახლდათ ჩვენი სტუმარი, ჩვენ კი განმოგწევთ გადაცემას.